მოგესალმებით მეგობრებო, მორიგი ეპიზოდი და დღეს მოდი დავიწყოთ სიმართლე და მოქმედებით. და მე გადავიდეთ იმპოსტერზე და უფრო შემართებით ვიყოთ. აბა რას ფიქრობთ? რა ხდება თქვენთან ახალი და კარგი? რონალდომ წააგო. ერთი კვირა გავიდა უკვე. რა, ორი კვირა გავიდა უკვე. მაინც წააგო. ნუ რას ვიზამთ? მიშასაც ვიე ძალიან მაგარი მაისური. აუ კი. კოსტას დამოეწონა. ხო, სადუხიდოა გითხრა? არა, არ ვთქვამს. მოდი, კოსტა, დაატარიალი. მედი, დავიწყე. აჰა ბატონო. სიმართლე თუ მოქმედება, ვინც არასრულებს. ორივე ამომივიდა მე. ჭამს Brain Blasters. რის სურვილი გაგჩენია ისეთი, რომლის შესახებაც არავისთვის გითქვამს. თუ არავისთვის მithქვამს, ესე იგი არ იყო თლად ლეგალური. არა, შენ არალეგალურებიც გითქვამს და მე შემიძლია ვთქვა რამდენიმე, მაგრამ მოდი, ეგეთი გითქვამს რეალურად ჩემთვის, ამიტომ არ ითვლება, ხვდები? და არსებობს. ხო, არა, ანუ ამას არ ვაკეთებ თქო რა, ერთის ჭამა უეჭველი მიწევს. და არის რამე რაც არ გითქვამს? იქნება ალბათ ახლა მეზარება მაგაზეზე. ზმაკაც ასო? ეხლა ფარჯი გვაქვს განხილული, ვინ რას იზამდა და მაგაზე უარესი რა უნდა განვიხილოთ. შეიკავეს უთქო 50 წამით მეორე. აი, თან არის უთქო. აცი, დაიწყე. გაჩი. არა, ეხლა ჯერ არ დავიწყო. როგორ შევამოწოთ? აჰა. არა, შუმაც შეუძლია. ასე. 1 2 3 სარკეგუნი. კაი, მიშა ვაგზავნეთ. კაი. და ჩემი არის მოქმედება. მოქმედება. ოპლად იგუება. საჩოქო, ხო იცი. სუნთქუ შეკავებით, ადამიანი ვერ მოკვდება. ხო, რეისა. ხო, ის თვით გადარჩენის ის აქვს. კაი, ცოტა დარჩა. კაი, რანაირად, ბიჭო? 50 წამი მე შემიძლია. ამასაც შეუძლია. ხო, მას. მიდი წაიკითხე, აბა. კაი, მორჩა, მოკვდი უკვე. ეგა. ნაის. კაი, მიდი თავიდან. პირველივე ნიუსი რაც Facebook-ზე შეგვხდება, გადააზიარე. მიდი დავაი. მიშას არ პოსტი არ გაუზიარებია, მე მგონი არაზრ. კაი, მიდი. ამას ვერ გააზიარებ, იმიტომ რომ ჯგუფი არის. ხო. აგერ, აი. აი ეს და ეს რა არის? ბირკე, რა ბიჭო? ვეცა, ეს არც უნდა წავიკითხო. ბირკენს სტოკების მარაგები განახლა. რა არის ბირკე? რატომაც სასაცილო ფექსმელი. ეს რა ხმები? ფექსმელი ყოფილა, ხო. კაი, შემდეგი უწევდა ეს გოგოს გაზიარება. კაი, ეგ არ ვინე. მიდი გაზიარე. მოდი ეს ავაზიარო. მოიცა, პირველივე ეხა არჩევაზე არ არის. არა, ხო, პირველი ეს ბირკე სტოკები არის. ხო, ბირკენსტოკები გაზია. კაი, აქ უნდა დავაჭირო. და რა ვქნა? всё, პადელიცას ამას დავაჭირო. ცხოვრებაში არ გამიზიარებია არაფერი. კაი, აჰა. კაი, დავა. ვინ ნახავს 25 მეგობარი მყავს Facebook-ზე. ვაგზავნებთ. შენ ირჩევ. კაი, რა გინდა? სიმართლე იყოს. ბოლოს როდის იტირე ფილმზეო? რაღაც მახსოვს რომ ახლახან იყო და რა იყო არ მახსოვს. გამახსენდა. უცნაურ რამეზე ძა. იმას ვუყურებდი რა. მესამეჯერ ვუყურე. ტოპგანს ვუყურე, რო გიყვებოდი რა. მეორე ნაწილს ვუყურე რა. რაღაც ემოციური სცენა იყო რომელიც მაილს ტელერს გადაარჩენს ტომ კრუზი და მე მაილს ტელერი გადაარჩენს ტომ კრუზს. და ის ბრაზობს რატო გადამარჩენია ძალიან ისეთი კაი სცენა იყო რა. სხვათა შორის, რა ახლობით ეგეთი ქონდა კითხვა წინაზე. არა, სისულელეზე რაზე იტირეო იყო. არა, პროსა რაღაც ბოლოს როდის იტირეო. მე ხო, კოსტას ქონდა, ხო? და მე შენ თქვი რომ იმაზე ვიტირე დორიზე. და ეგ ვნახე ეგ მომენტი. შენც იტირე? მეთქი, მე არ ვიტირე, მაგრამ აი ცოტა ცრემლები აი ასე მქონდა, მეთქი what you are man რაღაცა. ბიჭო, ნახეთ ეგ მომენტი და ბოლოში არის მაგარი ემოციური სცენარი. მომენტია. ეს დორი რო თავი არ მახსოვდა. თავისობრებს რო ნახავს. როგორ არ იტირე, მაგრამ მიყვარს რა. და მაგარი ეხლა წამოგივიდა. ეხლა უცრებლია და თვალები ვერ გადავები. მიდი კოსტა და ადრია. მოქმედება. დალი ერთი ჭიქა მაგილიანი წყალი. კაი, დალევ თუ ამას შეჭა. უეჭველი შევჭამ, იმიტომ რომ მაგილიანი წყლის დალევას ამის ჭამა არჯობია. მარილი არ გვაქვს თან. მარილი არ გვაქვს. აგი უნდა ჭამ, ვიდე. შენი ბირკენსტოკები თუ რა იყო? ხო, რაღაც. შენ ირჩევ. აჰა. კაი, აჰა. სიმართლე იყოს. ბოლოს ვინ მოატყუე რომ არ გეცალა? მე ალბათ. მე არა. წამოსად მე ჭამოთ მეთქი და საქმეები მაქვს. არა, მე გატყუებ რომ დიეტაზე ვარ. კაბაზარია. რო არ მცალია და რაღაცა ეგრე არა და ეგრე მოატყუე. უყურებს ამას ეხლა იქნებ ვიყურებს და არ თქვა. და ჯობს ჭამა. არა. არ შევჭამ. ვიდი. კარგი, ბოლოს მოატყუე კლიენტი.
რომელსაც გადაღება უნდა და მე ვუთხარი რომ ეზარებოდა. ანუ ძალიან ისეთი შეკვეთა იყო რა, აი მე არ მინდოდა მაგის გადაღება და ვუთხარი რომ არ მცალია. ოკეი, хорошо. შენ ირჩევ. ამ ოთახებში ეს სულ შენ რატომ ხდება? არა, საშინელება წერია. ამ ოთახში მყოფებიდან ვინ ყოფილა შენი ქრაშიო? მიდი ჭამე. არა, მოდი გადავაკეთოთ. ღმერთ მაგნას რო არავინ. გადავაკეთოთ. ამ ოთახში მყოფებიდან ვინ იქნებოდა შენი ქრაში გოგო რომ იყო? ასე რო იყოს. ეგ უფრო მორესია. არც კოსტა არც მე არ ვართ ისეთი მაშინ. არც ერთი. ხო. ხო, ეგ კარგი პასუხი. ისეთი მაშინ გაში. ვიზუალურად? ხო, რა ვიცი. არა, გოგო რო იყოს ავიზუალით ხო არ იქნებოდი? ხო, ნუ მე ეგრე წარმომიდგენია. მელოდები. მელოდი და წერია პროს გოგო ხარ. როგორ იქნებოდი გოსტე? გოგო რო იყო, როგორ ვიძე იქნებოდი ასე. ბიჭო, არ ვიცი. შენი მხელა გძელი თმა ქონდა? ხო. უეჭველი შავი გძელი თმა გიქნებოდა. ხო, წაბლისფერი გძელი თმა მექნებოდა. იქნებოდი ძიმე მეტალ რაღაცას მოусმენდი. აი, გოთი გოგოები ხო, იმენა გოთი იქნებოდა. ყველას რომ მოსწონს ბიჭებს. იმენა გოთი იქნებოდი რა. აი, ეგ მაშინ ეგ ვეცდებოდი ეგეთი ყოფილიყავი. ეხლა რამდენად გამომივიდო და არ ვიცი. და ისინი მაგრამ იცი რა არის? იქ ჩემი ვიზუალი ძალიან დამჭირდებოდა ცხოვრებაში ზოგადად და ამიტომ სუქანი არ ვიქნებოდი. მაშინ ცუდი არ იქნებოდი. ცუდი თუ ტანი ნორმალური გექნებოდა, გრძელი თმა და და შენ როგორ იქნებოდი? ბიჭებმა ისე წარმოვიდგინეს, მე მგონი ჯობია გავიწიოთ ცოტა. ხელოვნურ ინტელექტს გავაკეთებინოთ კოსტა სურათი გოგო რო იყოს. კაი, შენ როგორ იქნებოდი? არ ვიცი. მე მაინც გონია რომ უთქუნა ვიქნებოდი. უთქუნა და საყვარელი. ხო. კაი, ვაგზელებთ არც ერთი ხო რა მე, ანუ პრობლემა ხო? ხო, პრობლემა ხო არ გაქვს. მე არ მაქვს პრობლემა. ხო არ გინდათ, კაი. არა, წავიწევი. კოსტა შენ შეჭი. აი, ორივე. რა ჩანდაბა? კაი, მოდი აგერ სიმართლე. ვისთან გაწყვეტდი ურთიერთობას ამ ოთახში მყოფებიდან? არც ერთთაგან. გირჩევნია მიშა იყოს მას. არა, არც ერთიც ხო პასუხია, რატო გავწყვეტდი ურთიერთობა? არა, არც ერთთან. არა, უყურე, წესი უნდა იყოს ეგ. არა, პასუხია. არა, უყურე, ან ერთი უნდა მე მიშა. ან ერთი უნდა ჭამო, ანუ ან ერთი უნდა თქვა, ნუ რა უნდა ჭამო. ინტრიგანი შემოვიდა. ინტრიგანი შემოვიდა. ნახე, არც ერთთან არ გავწყვეტდი ურთიერთობას, ესეც პასუხია. არა. ჩვენ ვაწესებთ წესებს, ამიტომ ან ერთი თქვი, ან მეორე ან ჭამე. რავი, მიშასთან მაშინ. არა, მე გეთანხმების რომ. ანუ, არა, ლოგიკურია, ეხა არ წეწყინება არაფერი, კაცო. ისე მაგარი სულელები ხარ. მიდი, ჭამე. რატო? ჭამე და გეტყვი. რატო უნდა ვჭამო? უნდა ვჭამო. უპასუხე. ხო. მიეჩვიე გავჭამთ. კაი, ქმედება ის. მოქმედება, კი ბატონო. არის იცი რაზე ვამბობდი? მე ხო ვთხარი ერთი უნდა არჩევან მეორე. მაგრამ მე ქრაშზე ხო არც ერთი ვთქვი. აჰა, მოქმედება ხო? ჩაცმულმა მიიღე შხაპი. შხაპი არ გვაქვს ხა. ბაზარია რა, საღამოს გპირდებით. სურათი ჩაგვიგდა და ჩვენ არა, კაი, ჭამე. სკრინს ვის ატყუე ბიჭო? არ მინდა ბიჭო ეს კაფე და გაბეს ხოვდი. აი, ჩაიყარე პირში ხო? ვიცი რას გავს? ჩვენ ბავშვობაში ბაბოლიგო იყო, მაგრამ რო იჭმეოდა. ტოფიტა. ტოფიტა. მაგას გავს კონსისტენციით. კაი, ჩემჯერია. ნახ, მაქვს მაგრამ. როგორ გაფრინდება მაგრამ? აი, შენ ირჩევ. შენ ირჩევ. კაი, სიმართლე იყოს. მოღები შენი ყველაზე ცუდი დეითის შესახებ. შენი ყველაზე ცუდი დეითი. არ მქონია. არ გე. შენ უეჭველი გექნებოდა რამე ცუდი დეითი. არა, ნახე. ყველას გამახსენდა. უცრება გამახსენდა რაღაც უეჭველი. გამახსენდა, მაგრამ ეგ შენ გითხარი სხვათა შორის. რომელი? კუჭი რო აგიშავა? უიეს მე ვარ. ვაფშე ეს არის ყველაზე ცუდი. ეს არ მახსოვდა მე სხვა კაი ორივეს მოგიყვებით. თავი ავდგინე. აი ხო გაიგეთ რა, ანუ ეგ ისტორია მორჩა რა. ტურამი დავაზო საძრობა არის რავი. არ ვიცი, არა, თუნდაც მე ადგილზე კი არ ვიცი, პროსტა აი თუნდაც ვიყავი რა, ეგ ნათქვამი მაქვს შენთვის სხვათა შორის. კინოში რო ვიყავი, მულტფილმზე. მულტფილმზე იმიტომ წავედი, შუადღე იყო და არ მეგონა რომ არავინ იქნებოდა. მარტო ბავშვები. და მე რო შევედით, სრულად სავსე იყო კინოთეატრი და ბავშვები იყო ყველა. რატო ამერე ცუდი დეითია? იმიტომ რომ აი ასე ვიჯექი და ანუ პროსტა ფილმს ვუყურებდით, ანუ კი მულტფილმს ვუყურებდი, რომელსაც საერთოდ არ მაინტერესებდა. არა და მიშას უნდა და სიმღერაში მხოლოდ ეკრანის განათებით მარტო ყოფილიყო. აი, მესამე ცუდი დეითი. როც კი მესამე, ერთზე იყო საუბარი და ორი. მაგაზე ცუდი დეითები გიქნებაში. არა. კოსა შენ ცუდი დეითი? შეგო დაგიგეკე და გითხარი ტელეფონში იყვი რა შეიძლება ხმამაღლა თქო. არა, მე სხვა დეითის ვიცი შენ ცუდი, მაგრამ ხო, რა. მეც მეცოდინება, პროსტა ეხლა არ გამახსენდა. მაგრამ ჩემი ის შენ რაც თქვი ეს უარესი იყო ბევრად. პროსტა არ გამახსენდა მე ახლა. ეგ არის. აი, მოდი. მოქმედება. იღრუტუნე. ასე ღრუტუნი. ღრუტუნი რა?
მაჩვენით, აბა, რო ვიცოდი. მაჩვენეთ? აუ, არც ვიცი როგორ იცოდე გააკეთებდი. როგორ დავიგრუტუნა? აი, ღორი როგორ ღრუტუნეს დაახლოებით რომ მიაზროს. ბიჭო, მე ვერ გაჩვენებ, თუ გინდა ტუტორიალი ნახე YouTube-ზე. მე ვიგრუტუნ. არ ვიცი რას ნიშნავს. აბა, ვარ ის ღრუტუნი. ღორი გახმასაც გამოსვა. აი, ღორი. მიდი. აი, ეს ღრუტუნი შევჭამ კაც. ის მომეც. ეს? ღორზე რა მახსენდება, იცი? ფილმი რა გახ, ფილმი რა, სერიალი. ღორზე სერიალი? Black Mirror-ი მახსენდება მე. ეგ რა გამახსენეთ, ბიჭო. საზღვრობა, ბიჭო. ეგ რა ფილმიო, რა თქვი, მე ქართული ფილმი არის რაღაცა ღორი. და მეთქი მაღაზე ამბობს ხო და მე რაღაც აუ, კაი, ფუ. მოყევით, აბა მინ, ყავს უთხრათ იგენ არის წინ. ვინც არის ის ნახოს. იმ სერიაში გახდება Black Mirror-ის პირველი სეზონია ხო ეგ? პირველი ეპიზოდია ვარ. ეპიზოდია ხო პირველი. მან პირველი ან მეორე? აი ყველაზე მაგარი შენი აზრით რომელი Black სერია? Mirror-ში? ხო. მეხსიერება რო ახსოვს. ანუ, რა? მეხსიერება რო ახსოვს? ანუ, წარსული რო ახსოვს რა. ახსოვს კი არა, ხედავს, ყველაფერს ნახვა შეუძლია რა. თვალში რო აქვს ჩამონტაჟებული. სექსი რო აქვს რა ცოლთან. და ყველაზე მაგარი სექსი რაც ქონდა რა, მაგას რო უყურებს. არ მე ვიცი. არ მახსოვს ეგ სერია. ჩემთვის ყველაზე მაგარი ეპიზოდია. ვა, ეგ არ მახსოვს. ეგ არის მაგარი ეპიზოდი ჩემთვის. ასევე ძალიან მაგარი ეპიზოდი არის. Dating-ია ძალიან კაი ეპიზოდი. Dating-ი რო არის. ძალიან მაგარი. Dating აპლიკაცია რო ძალიან არის. მაგარი. ხო, გეთანხმები. Mortal Kombat ეს ეპიზოდი. ხო, ისეთია. აგერ გადავარი. პროცესს მაგაცემა რო ყუროთ ერთად. და მე მაგრამ მიყვარს რომელი ეპიზოდი, იცი? Facebook-ზე რო არის. მორიარტი რო თამაშობს. კი, ვიცი, კი. მაგრამ მიყვარს რაღაც ემოციური ეპიზოდია ძალიან. კი. ის ეპიზოდიც კაია, ერთი და იგივე სივრცეში რო უშვებენ და ხალხი რო მოსდევთ. ხო. დადგმული როა ყველაფერი. ის რო არის, ბავშვი რო მოკლა მაგის გამო. ხო. რო ან წამების ერთ-ერთი ხალხი რო არის რო ხო. ავიწყდება. კაი, ხა რას გითხავთ? რას ფიქრობ? ტექნოლოგიური განვითარება რა ეგეთი? კაი ცუდია. მე მაგალითად ძალიან. ეგ ძალიან ისე. ანუ მე Black Mirror-ში ხო არის ნაჩვენები, რომ ცუდ პონჩია ნაჩვენები რა. ხო. მე მგონია რომ მაგას ბევრი კარგი რაღაცაც მოყვება. არა, მან რაღაც ეპიზოდები კარგიც არის. რომელი ეს მაგარი ეპიზოდი კიდევ? მუზეუმი რო არის, ისეთი ნივთები, სადაც ჩამოწერილი არის. აი ის რო თამაშობს, ვაკანდას და ჩალას და რო თამაშობს რა. და მანდ არის ერთი გამოგონება, ექიმს აქვს რა. თავზე იმაგრებს, შენ გეხება და ტკივილს გრძნობს. ხო. და იცის რა დაავადება გაქვს რა. ეგ ძალიან კარგია თუ მარტო დაავადებებში იყენებს, მაგრამ იქ როგორც იყენებს. ხო და მაგას ვიძახი რომ ყურე, მანდ ცუდია ნაჩვენები თქო. მაგრამ კარგი ამდენი ადამიანი გადაარჩინა, ეხლა არ არის ნაჩვენები. არა, ეგ კი, ანუ მაგაში გეთანხმე, მაგიტო ვთქვი, ეგ ისეთი კითხვა მე დავს ორი მხარი აქვს. ეგრე ნახე, ვიდეო ყურება რო შეუძლიათ იმის რა ქვია. ის მოგონებები. მოგონებების, წეგან გაზეთს საუბრობ. ანუ დანაშაული ჩაიდინე, წამებში ნახავთ. ხო, აი, შანსი არაა რომ ვერ გამოიძიონ რა, მაგრამ თან ნახე პრივატულობა ადამიანების როგორ გარღვეულია ხო. იმიტომ რომ ეგრე აი შეყვარებულ შენი შემოწმება მოუნდა იმანაც და არ ღვიაც მაგაც მოუნდა იმანაც და თუ არ აჩვენებ ხო იასნია უკვე რომ დავიდანები სახელმწიფო პოლიცია რო გაჩერებს ხრიკავენ მანქანაში და ადგებიან და ხო ნახავენ თან მაგათ ხო უფრო მეტის უფლება ექნებათ იასნია და ისედაც აი მე და შენ რო ლაპარაკობთ რა მე თუ გითხარი რაღაცაზე მაჩვენეთქო და შენ მითხარი არ გაჩვენებო ხო იასნია რომ დამწვარი თემაა რა მაგრამ მევასება მე Black Mirror-ი ბევრი ისეთი ეპიზოდი არის რა ხანი გამოდის ბევრი კაი ეპიზოდია აი მაგალითად ის არ მომეწონა მაილი საირუსი რო იყო აუ მე მაგრამ მომეწონა მაილი ჰოლივუდის ფილმია რაღაცა მე ძალიან მომეწონა კიდე რომელია იცი კაი იმის ვაიბი დამიტოვა Hunger Games-ის რომელი რომ იყავთ და ის რა ქვია ამღერებენ და რომ თუ იმღერა რომ იმას ხო შავკანიანი ტიპი რო ხო შოუს ნაწილი რო აი ეს პირველი სეზონია Hunger Games-ის ის დამიტოვა და ეგ სხვა შორის არის ძალიან ისეთი ღრმა სერიაა რა მე მაგრამ მევასება რა ტიპები მუშაობენ იმისთვის რომ რაღაცა ბიჭი რო კვდება იმაში სერიაში თავიდანვე და მე გოგო უკვეთავს მაგის იმას აბა რობოტიზირებულ რაღაც მოხდეს ვინ თამაშობს ვიცი ხო კაპიტან ამერიკას ნაშა გოგო ხო გოგო არ მახსოვს მაგრამ ის ბიჭი მახსოვს და ის ბიჭი არის კაპიტან ამერიკას ის ვარი კარტერი კარტერი ხო დარწმუნებული ხარ უგა იგრი მახსოვს და ბიჭი ის არის ბიჭი მე მგონი ის არის in time-ში რო არის შეიძლება ნუ რიჟი რო არის მაგრამ მევასე მაგარი მსახიობი კი კაი მსახიობი კაი გავგზავნოთ სიმართლე ბოლოს რა დაგუგლეო მოჩვენე World Cup 2026 ეს არის რო ბოლო დაგუგლოა კი Google-ში შევედი რამდენიმე დავიხოთ აპ არაფერი არ აქვს ისეთი რავი World Cup მოსაცკენია World Cup ეს არტმანია რო ძირ არის Brazil against Norway weather Portugal Norway Paraguay
გერმანი ყურასავ რაღაცა შენ ეშა ფეხბურთის გარდა რამე გაინტერესებს? არ გაჩერდი უტორენტ ანუ ეს არაფერი არ არის ტორენტები ეგ კაკას დამჭირდა ეხლა ხარ რაღაცა მე ის ერთხელ ზოგადად საუბრე ეგრე ტელეფონი და დავაჭირე და იცი პირველი რა იყო Google წერტილი ყო Google-ში კონდა Google-ში კონდა Google წერტილი ყო და მეთქი შეყო არაფერი ბიჭო ეს იცი გატო იმიტომ რომ მე Gemini-ს ვიყენებ ყველაფერში და World Cup 2026 ხშირად იმაშვები რომ აი დღეს რა line-up-ია ვინ თამაშობს რა ეს კორზექსმენია რა მენია მაგრამ ნახე აქე და მე ნოტიფიკაციები მომდის მე ვირჩო რა მოგწონს 6 ოთახში მყოფებში არაფერი ლამაზი hours later ლამაზი თვალები კოსიმი გალამაზად იგეკლავს ვის თავი მზინავს ბზინა აი კოსტაში მომწონს თავი დაჯერებულობა ზედმეტად ხო მაგრამ ნუ არ ვიტყვი ეგ შენ თქვი მე დავთვალე მაგრამ ოკეი ეგ მომწონს კოსტაში ჩემში პირიქით არა ეგ უსუდია ცუდი ხო და შენში იცი რა მომწონს პოზიტიურობა ბაზარია მე მაგარი პოზიტიური ხო მე არ ვარ ეგეთი პოზიტიური და შენ იმენა არა უეჭველება ხო იფრელიუა კაი გადავედით იმპოსტერზე 22 15 რამდენი წლის იყავი როდესაც პირველად გახსენი ბანკის ანგარიშია ხო მაინტერესებს მე არ მახველებს ისე უბრალოდ იმას ვქენი რატო შეჭე 222 გვიწერია 222 გიწერიათ მე ახლა მე აი დაფიქრდი ეხლა გიოს ცხოვრებაზე და ჩემს ცხოვრებაზე მაგას აქში 22 და ოდნავ დაბლა რა ვერ ხვდები მეც ვერ მივხვდი შენ რა კითხვა ქონდა საბანკო ანგარიში როდის რა ასაკში გახსენია მე გიორგი საცხოვრობდა 18 წლიდან თბილისში მე მშობლები ყავდა სხვა ქალაქში მე ანუ ქეშად ფულს ვერ მოგცემდნენ კი როგორ არა როგორ და ბიჭო მოდიოდა ზოგადად და შენ 22 მე ქეშად მაძლევდნენ მშობლები ფულს ანუ მშობლების ყოფაზე ვიყავი და 22 წლამდე მშობლების ყოფაზე იყავე ვავა დედ ვაუ შენ ცუ არა მე არ ვიყავ 22 წლამდე მშობლები 21-ამდე ხო ნუ მოკლედ რა მე გავხსენია საბანკო ანგარიში როდესაც სამსახურში დამჭირდა მეც მეც ეგრე გავხსენი რამდენის ვიყავი რომ დავიწყე მუშაობა 21-ის 21-ის ვიყავი ხო შემეშალა კაი ერთი არ მაპატი 21-ის ვიყავი მუშაობა რომ დავიწყე просто უხელფასოდ მუშაობდი მონა ვიყავი და არაფერი შეტარი არ მქონდა მაგათი დავატირე მე 8 თვე მაპატა აი შენ უბრალოდ მოყევი 15 წლის ასაკში რატო გახსენი შე 15 წლის ასაკში რატო ქონდა ხო ანუ რატო ქონდა ეგ ცხოვრება ბანკაზე ვიგროვდი არა ვფიქრობდი ბრო სხირო ასაკში არა ნახე მე დავიწყე მუშაობა 14 წლის ასაკში და რაღაც პატარ-პატარა რაღაცებზე მუშაობდი რა და მან და ანგარიშის ნომერი საჭირო იყო ამ მუშაობდი ისეთ რაღაცებზე რა აი ორ თვეში ერთხელ რა და მან მჭირდებოდა კაი რავი შენი კითხვა რა იყო გიო ჩემი კითხვა იყო საკრედიტო ბარათი რა ასაკში იყო საკრედიტო და არა სადებიტო ხო ადრე აგიღე მაგარი ის ვიღავ ეს ხები გევასება ამ ასაკში უკვე ვალებში ვიღავ უი AI-ზე საინტერესო ფაქტი იცით ჩატბოტებს როცა ესაუბრებით ოღონდ ეს ანუ რა ვიცი ცოტა სარისკო მგონია მე მაგრამ თუ გინდა რომ სწორად გიპასუხოს ხოლმე არ დაგეთანხმოს სულ უი მართალი იყავი და რაღაც be like human თუ რაღაც არა ხო და ეგ be like human არა უნდა ეჭყუო ეჭყუო ხო აი მაგალითად ესეთო და ესეთო აი ამაზე მიპასუხე რა და პასუხოს მოკლედ კონკრეტულად და გადამოწმებულ ინფორმაციას ოღონდ თავარია ეს მე არ გაგიხსენოს ანუ Skynet-ი სანამ იქნება ჩვენ ყველანი მკურები ვიქნებით გატოვით აი გახსოვს რაც თქვა იმა თავხოტორად იმა ხო ან ძალიან ჭკვიანური რამე თქვა ძალიან ჭკვიანური რამე თქვა იმან რა ქვია მას აი სემალტვან დორნეი და აი მაგან აი გაქიო ისო არის სუტინიორი რო არის აგა და ვითომ ალფაროა ხო ენდრიუ ტეიტი ენდრიუ რუსეთში გაჩავიდა ეხლა დეგენეგად რა თქვა იცი მე რო ხელოვნური ინტელექტი ვიყო კაცობრიობასო კი არა მოწყვეტი და ომს კი არ გამოუცხადებდიო არამედო დაველოდებოდიო რა გაუშვებდიო პროპაგანდას რომ ბავშვს გაჩენა ცუდია და ეგეთი რაღაცეები ისედაც შობადობა დაიკლებდაო სადმე ჩქარებო მე სულ ცოცხალი ვიქნებიო რა რაღაც 100-200 წლის მერე შობადობა დაიკლებდაო მე ისეთ იმას გაუშვებდიო რომ თავი ვიკლანო და ასე თქვა შეონსიერებდიო და მე გადაუვლიდიო რა ანუ ჩვენ ანუ ხელოვნური ინტელექტი მაინც არ დაბერდებაო მანამდე უფრო და პლუს ხო იხვეწებიო ამას და იხვეწებიო უფრო ჭკვიანი გახდებიო და ასე შემდეგ რა 40 48
ბევრი ძალიან. კაი, კითხვა რა იყო? კვირაში დაახლოებით რამდენი საათი მუშაობ რა? კაი, ამას კონკრეტული აქვს და. შენ რატო 58? შენ ჩემსავით უნდა გქონდეს. ერთნაირად მუშაობთ ჩვენ. ჩვენ კონკრეტული საათები არ ვიცით, შეიძლება დღე-დღე მუშაობთ, შეიძლება. დაახლოებით. რა დაახლოებით, რა დაითვალე. ანუ 40 ხო არის სტანდარტი. და 8 საათით მეტი მუშაობ? ანუ დღეში თითო საათნახევარი 2 საათი მეტი. როგორ უნდა და არა და რა. ტიპი რა სუდი მათყوارა მიყურებს და ეგინება. კაი, თქვი პირდაპირ რა იყო შენი? რამდენს ისვენებო დაახლოებით? ვირაშიო. 48 საათი ისვენებს. მანდ ისვენებ 48 საათი. დაახლოებით ანუ ერთი დღე ხო ვისვენებ მაინც, ანუ 24 საათი. და დაახლოებით საღამოები ჩავთვალე რა. ვსო, გავიგე. დაახლოებით არ ვიცი ახლა ზუსტად რამდენი. ხო, შენ ძახი დასვენებას თელ დღეს რეალურად რა. ხო, აი დღეს თუ დავითვი, მარტო ერთ დღეს ვისვენებ. ეგრე გამოდის. ხო, ნუ გაგიმართლოს რა. ხო. 40 იყო აი სტანდარტულად და თითო საათი მივამატ. Steam-ზე თამაშების რაოდენობა. ქუდი. ტექნიკა. კაი, კითხვა. რა გაქვს? ძალიან ბევრი იყო კითხვა რა. რას ფლობო? ქუდი, კაი პასუხია ძალიან. სწორი პასუხი არის ძალიან. ჩემი სწორი პასუხი. პროსტა ეცინება, რაღაც უცნაური. არა, პროსტა გავიღე, იმიტომ რომ ქუდი ჩემი ის არის რა. რა ტექნიკა რა, ტექნიკა ყველას გვაქვს. ბიჭო, არა. ჩემზე მეტი რა გაქვს ტექნიკა? არა, შეიძლება არ მაქვს შენზე მეტი ტექნიკა და ან ჩემზე მეტი. არა. ხო, ამაზე მეტი ვაფშე. ნახე, ის რო დამეწერა, რაც თქვენ ორივეზე კი არა და ძალიან ბევრზე მეტი მაქვს. ცუდი გამოვიდოდა ბავშვებისთვის განსაკუთრებით. შენ თუ იმპოსტერი არ ხარ. ვერ მოვიფიქრე, უცებ აი ბევრი რა გაქვს. ხო, აი რა მაქვს ბევრი. მაისური უფრო მეტი არ გაქვს? ბიჭო, მაისური ძალიან ისეთია, ყურე, აქ მე ჩავთვალე ისეთი კითხვა არის რა, ცოტა განსხვავებული. აი მეც ეგრე წავედი, თორემ მაისური შარვალი მაქვს ბევრი, წინდები. ხო, წინდები. ხო, აი ფეხსაცმელი მაქვს მართლა ბევრი, ძალიან. საცვალი აქვს ბევრი. ანუ ხო, აი ყურე, აქ უნდა ყოფილიყო რაღაც განსხვავებული. შესაბამისად, ეხლა მე შენზე დავიჭვდი. კი ბატონო. იმიტომ რომ ქუდი კი მართლა ძალიან ბევრი გაქვს, რა უშუალებელი რაოდენობა გაქვს. იმდენი ქუდი აქვს, დღესაც ახალი ქუდითაა მოსული, ხო? ხო, დღესაც ახალი ქუდითაა მოსული, ხო და ცოტა უცნაური ლოგიკაა ჩემი აზრით. ხო, რა ვიცი. ბიჭო, არა, ეგეთ რამეზე წავედი ეხლა მაინც. მეც ეგეთ რამეზე სახლში წავედი. კვერცხი. ხო. ეხლა ამ წამს მაქვს 30, არა 30, არა 45, 3 შეკურა 15-15-იანი. აჰა, ცილაზეა კაცი რა. 3 კვერცხი მაქვს, ყველაზე მეტია. ასე მიდის მე თავზეს გადაიტეხა. შენ რა გიწერია? მე Steam-ზე თამაშების რაოდენობა. ბევრი მე ზუსტად იქ წავედი, სადაც სწორი იმით, რომ აი ხო. რაღაც განსხვავებული მინდოდა დამეწერა და Steam-ზე კი იცით რამდენი თამაში მაქვს, რავი, ჩემი Steam-ი რო გაყიდო, გამდიდრდება ადამიანი რა. 3, 2, 1, მიშა. ეს იყო იმპოსტერი? არა, მაგას. და შენ დაადეჯე? მე არ მითქოს. მიშა ალბათ რა, მაინც მიშა. ნახო. აუ ისე ჩაეცინა მიშა. მიშა იყო და სა ჩემი კითხვა იყო. ნახე რა ჩათვალახი კითხვა ქონდა ბიჭო. რა არის ისეთი რამო? რამდენი цаг უნდა გქონდეს არ გეყოფაო? ხო. აი ქუდია ჩვენც ეგ. იმინა. სომ გამოუცლელი აჭარული ხაჭაპური ჯობია. ბურგერ კინგის ბურგერები. ანუ უეჭველი მე ვარ იმპოსტერი. მაილი საირუსი კარგი მომღერალი. კითხვა. ხო, მე ვარ იმპოსტერი. კითხვა არის ყველაზე კონტროვერსიული შენი მოსაზრება საჭმელთა მიმართებაშია. თქვენი კითხვა რა იყო? ხო, ეგ იყო. უბრალოდ თქვენი კითხვა იყო. ნუ მე მუსიკაზე მქონდა, სიმღერაზე მქონდა. ხო. რომ ვინ არისო ყველაზე ესეთი კონტროვერსიული აზრი დააფიქსირე სიმღერასთან დაკავშირებითო რა. და ყველაზე ესეთი გამახსენდა რომ ხო, მე საჭმელზე ხა წინააღმდეგობრივი აზრი რა ვიცი. აი მაგალითად შენი ფხალი არის რომ ევასება ამას? ვაუ, ეგ უნდა ფხალი ხო, ბაზარი. ეგ უნდა დაგეწერა. მან controversial opinion რა არის? ეგ არის რომ წინააღმდეგობრივი, იმიტომ რომ ეხლა ვიღაცას რო ეკითხებია საყვარელი კერძიო 100-დან. საყვარელი ქართული კერძიო და 100 არ იტყვის ფხალს. ხო, და შენ ხარ რომ ფანაირად წავედი. რანაირად? რაზეც მე ვფიქრობ რომ მეუცნაურება მაგის ის გემები. არა, შენი კონტროვერსიული. შენი სხვებთან შედარებით რა. და შენ და ზე? სომ გამოუცლელი აჭარული ხაჭაპური ჯობია თქო. ეგ არა კონტროვერსიული. სომ გამოუცლელს ჭამს ყველა თითქმის. მართლა? ხო. ხო, ბევრი ჭამს მაგას. კითხვა და რა ვიზნა? FIFA-ზე. iPhone-ზე. Toyota რომ Force ჯობია. კაი, თავარი კითხვა. რა არის ისეთი რაღაც, რაზეც ყველაზე მეტჯერ შეგიცვლია აზრი? FIFA, okay. ნუ iPhone-ი და Apple-ი და Samsung-ი გავიგეთ. მაგრამ Toyota Force-ზე ხშირად გეცვლება აზრით რა თემა არის. კი, აი ახლა ბოლოს რომ მოგიყავე. ახლა ზოგადად Toyota მომწონს რა, მგონია რომ კარგი ბრენდია.
და ბოლოს ჩავჯექი Ford Fusion-ში ტაქსი რო გამოვიძახე და მეთქი მესტრანა ძალიან მაგარ ვიძე იყო, რაღაც შიგნიდანაც ძალიან კარგი ვიზუალი ჰქონდა და იმას გადავხედე და რამდენი გითხარი? 500,000. ხო რა 500,000 ჰქონდა გარბენი და მანქანა დადიოდა იმე აი არ ვიცი ძალიან მაგრად დადიოდა. ხო, ნუ იდეაში Toyota-ს ეგრე 500,000 გაგბენზე Toyota-ს პროსტა ამას გაუკვირდა Ford-ზე გაუკვირდა. ხო, всё. Toyota-ზე არ გიკვირს რა. კაი, შენი თემა. მე FIFA-ზე ყოველ წელს გამოდის, თავიდან ვარა მაგარია, ვა შეცვალეს, ვა მოგვისმინეს, მე ისევ ისეთი ნაგავი. ან წელიწადში მინიმუმ ორჯერ გეცვლება რა და იქ პატჩები და რაღაცა აპდეიტები რო გამოდის, იქაც გეცვლება. კოსტას ვერ ვასწავლე, ხო იცი. მე პირდაპირ რო გამოდის თამაში FIFA-ს, სულ ვამბობ, რომ იგივე სკრიპტია, იგივე ნაგავია რა, კოსტა არ დაიჯერო ეგ რა, აზრი არ აქვს. კოსტა მე მარწმუნებს, რომ აი ნახე წელს არა, წელს არ ამბობდი შენს. წელს ამბობდი დაცვა როგორი შეცვლილია. მე ხარი რა გახსოვს? კი, დაცვა შეცვლილია მეთქი, მაგრამ მოითმინე 1-2 და იგივე თამაში იქნება. ეგ ხო მოითმინე ერთი, ეგ მეც ვიცი, კაცო, რომ ეგ დოქტორში იგივე სიზამი. ხო, საბოლოოში იგივე ნაგავზე მივდივართ რა. იგივე სკრიპტი, ნაგავი. მაგრამ ნახე, აზრი ხო გეცვლება, თავიდან რო გამოდის, ან ობიექტურად თანაირია. ხო, იცი მაინც ერთ თვეში მაინც იქ მიყვა. არ გახსოვს თამაში დავიწყე და ორ თვეში მივატოვე. ყველაზე მალე ეს FIFA მივატოვე. ხო. წინათ იყო რაღაც მაისი, მე იანვარი და ეს მივატოვე, რავი, სექტემბერში მივატოვე, მე მგონი ოქტომბერში. ხო, სადღაც ეგრე რა. არა და პინა შენ აღმოაჩინე. პინა მე აღმოაჩინე. აბა. პინა არის ჩემი ის რა. პინა ვინც იცით რა არის და იჭმება თუ არა დაგვიწეკეთ კომენტარი. პინა აღმოაჩინე რაღაც პირველივე კვირას. როცა არავინ არ იცოდა პინას შესახებ და პინას სწურავდი, რასაც ქვია რა. 86-იანი 76 თქო დარბის მეთქი თუ 79 მეთქი ეს კაი განაიგა და გიო მიგდებს რომ ნახე გეებშვებია. მეტა ჩაოლებრივი მეტა. აი ხარ ვიცი რა არის, მაგრამ. ხო, ჩემი ახლა Apple-ი და Samsung-ის. iPhone-ზე რამდენჯერ შეგეცვალა ეგრე აზრი. გეტყვი. ჩემი პირველი ტელეფონი, პირველი ტელეფონი მას ვარ ჩავთვლით რა, Panasonic-ის რაღაცებს. Smartphone იყო iPhone 4. ხო. მე იყო Samsung Galaxy S5, მე იყო S9, S10, მე Galaxy Samsung-ზე ვიყავი სულ. ხო, მახსოვს. და კი იცი ახლა Android-ის რა ფანი ვარ რა. მე 24-მდე, S24-მდე ხო Samsung-ზე ვიყავ. ჩათვლით. მე გადავედი iPhone-ზე რა. iPhone-ზე გადავედი MacBook-ის გამო. ხო, ეკოსისტემის გამო გადავედი რეალურად და მეგონა რომ აი გახსოვს მე iPhone ვარო ვიყიდე. 5 თვეში რომ გადავაგდე რა ნაგავია მე. თან დავამტვრიე. ხო, დავამტვრიე, ჩაქუჩით დავამტვრიე ეს ტელეფონი იყო. ხო და აი მეგონა რომ ეს iPhone-ი რომ დავითრიე რა, აი ნაგავია და ისე მომისვრი მეთქი, მაგრამ ეკოსისტემის გამო ისე მეკომფორტულება. უკვე იმის მოხედავად რომ Samsung-ის მაგარი ფანი ვარ რა, მე ეჭვება გადავიდე რა, იმიტომ რომ ძალიან მეკომფორტულება რა. Samsung-ის შემთხვევაში ეკოსისტემაზე ძალიან გამიჭირდება გადასვლა რა ლეპტოპის გამო, იმიტომ რომ MacBook-ი თუ არ უკმაყოფილესი რა. იმის მიუხედავად რომ ეხლა ამ წამს რომ Galaxy მქონდეს ეს 25-ია უკვე? 26. 26 ხო აი ძალიან მაგარი იქნება. ბიჭო არა ეხლა უკვე როგორ აი ადრე შენ რო თქვია iPhone 4 მქონდაო. მაგ დროს Apple იყო მაგარი ინოვაცია. და მე 5S მქონდა და დღემდე ვთვლი რომ ისტორიაში საუკეთესო ტელეფონია. მაგრამ ეხლა ფლაგმანები რაც არის iPhone 18, S26 არის სუფთა გემოვნების საკითხი. კი, ხოცავენ ერთმანეთს ու არა იჯობი ჩემი აზრით, არც ერთი აღარ ჯობია ერთმანეთს. ხო, მაგას ყველა ანუ ეხლა რაღაცა 700 ლარიანს, რა თქმა უნდა, კი, მაგრამ ფლაგმანი თუ ყიდულობ, იქ გემოვნებაა, რომელი მოგწონს, თორე ერთნაირი. მანდ უკვე არის აი iOS-ი მოგწონს თუ Android-ი მორჩა. ხო, ზუსტად ეგ თემაა. თორე სხვა მხრივ ერთდეგივეა უკვე რა, ანუ რა თემაში რომ არა, ერთი და იგივე არ არის, ერთი Android-ია, ერთი iOS-ი, მაგრამ სხვა რამეს ვიზარ. შესაძლებლობები იგივე არის. ადრე იყო რომ აი შენს iPhone-ს ის არ შეუძლია, შენს Samsung Zato ეს არ შეუძლია. ეხლა მითხარი ერთი რა. კაი, ერთი რომელიღაცას არ შეუძლია. კაი, მე ვიცი, iPhone-საც არ შეუძლია, რაც Samsung-ს რომ აქვს ეგრო ქონდეს, უბედნიერესი ვიქნებოდი. რა? ბიჭო, ეს pop-up-ი ვერ დაამატეს რა. აგე რომ აქვს რა ჩატი. აი აქ რო გაქვს შენ. გვალი ის. გვალი, საოცარი ფუნქცია არის, რაც iPhone-ს. შენ არის Samsung-ი არ გქონია რა. საოცარი ფუნქცია არის აქ რო თავზე ის გაქვს და ანუ თან ყველა აპლიკაციაზე შეგიძლია ყველა აპლიკაციაზე შეგიძლია და სუმასო მესეჯი. ამათ არ აქვს ხო და ეგ ძალიან ხო, ნუ მაგრამ ეგ ნახე, ეგ ტელეფონის ფუნქცია არ არის. ეგ შეიძლება შემდეგ განახლებაში მოგივიდეს. დიდი ალბათობით არა, მაგრამ ხო, შეიძლება მოგივიდეს. სამდიხანი არ მოგივიდა წერა. კი, მაგრამ ანუ შესაძლებელია რომ თუ სიტყვაზე თუ მოიფიქრეს რომ უი, მოდი იმათ ეს ეგ მოგივიდეს. ის თემა რომ აი რაღაცა იმენა ტელეფონს შეუძლია და იმას არ შეუძლია, ეგეთები აღარაა თითქმის რა. ხო, ალბათ ეგრეა. აი და იმპოსტერი ვინ არის ახლა ძალიან ისე. ძალიან რთულია. კაი, ხმის მისმენას გადავიდით რა პირდაპირ. არა, კანგეს არსებით მნიშვნელობა, მედი. კაი, 3 2 1 მიშა. მიშა. ხო, მე ვიყავ. გვიმართლებს. ბიჭო, ჩვენ ჟელობდით, რა ვიცი, გაწყვეტილები ვიყავით და ეს როგორ არის?
იმედი იმ დღეს Ford შევხედე 500-ია და მეთქი ვა. ბევრჯერ შევიცვალე აზრი იყო კითხვა და Toyota Ford-ზე ზამთრის არ ფიქრობს ხმები. მეც ეგრე ვიცი. ტაქსი ჩაჯდა ერთი კვირის წინ და შეხედა პროსტა. აი, ჩემი კითხვა იყო, რა წამიგიხარ იყო. რა არის ესეთი რამ, რაზეც აზრს არ შეიცვლი არავითარ შემთხვევაში. ხო, ეგ არის, რომ Toyota Ford ჯობია. Toyota Ford ჯობია რა, აი, რაც გინდა ის მიქენი რა. რაც გინდა ის გიქენი? ხო. კაი, ხო. ეს Toyota fanboy-ია იმენ. ინო fanboy. კაი, სულ ეს იყო ჩვენი YouTube-ის ვიდეო, იმედი მოგეწონათ. წინა ვიდეო სხვა განსხვავებული იყო, ეს კიდევ სხვანაირიანი. ნახოთ რა თან მივიდიოთ თან ზაფხულია. ჭამის დროს ვიყურეთ, გამოგვიწერეთ, არ გასუხდეთ.